ეხლა ხო ატყობთ ბიჭებო, როგორი ორკესტრირებული არის ეს ეკლესიაზე შეტევა, ამ ესე ვთქვათ, ჩვენი რაც თავარი პრობლემა გვაქვს, იმის საწინააღმდეგოდ ყველაფერს იგონებენ აბსოლუტურად, რომ ყურადღება გადაიტანონ არაბული ქალაქების შენებლობიდან. ეს არის მართული პროცესი. მართულ პროცესთან გვაქვს საქმე. და იმიტომ არის ასეთი რაღაცები და ეს გეი პრაიდიც ალბათ ამ გეგმის ნაწილია რა. გეი პრაიდი არის მაგ გეგმის მთავარი შემოქმედებითობა. ხო, ფემინიზმი. რაც ანგრევს ერის მორალს. ხო, ეს Facebook პოსტი დავწერე. ზოგადად, ანუ Facebook პოსტი დავწერე მამა დავით ესეთ შინაარსსა, რომ უბრალოდ დავწერე Facebook-ზე პოსტი. ჟორას უნდა გავცე პასუხი თუ შეიძლება ეკლესია შეტევა თქვენი ბრალიაო თუ რაღაცა დაგვიწერა, კარგად ვერ მოვასწარ წაკითხო. ჩვენი ბრალი რაშია, მაშინ რომ სიმართლეს გეუბნებით და გელაპარაკებით, ჩვენი რატო არის ეს, ჩვენი ბრალი რატო არის? ეკლესიაზე შეტევა ხდება არა იმისათვის, რომ რაღაცა პრობლემა მართლაც გაინტერესებთ და გაწუხებთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ამითი გინდათ ესე თქვათ დააკნინოთ ეკლესია და ქრისტე გინდათ დააკნინოთ, მაგრამ ამას აკეთებდნენ 2000 წლის განმავლობაში პირველი ეს არ არის შემთხვევა არ არის, ამას აკეთებდნენ, მაგრამ ეკლესია დგას კლდეზე. აი როგორც პეტრე მოციქულს რო უთხრა იესო ქრისტემ, რომ ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ჯოჯოხეთის ეს კი ჭენი ვერ ერეოდნენ. ასე არის ეს არის აქსიომა, ეს არის ისეთი სინამდვილე და ჭეშმარიტება, როგორც მზიამოდის, თუ არ ეჩვადის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამყარო თვითონ ამბობს ამას ყველაფერს, რომ ქრისტე, ღმერთი, ყველაფერი არის ჭეშმარიტება და დანარჩენები, ვინც ამას უარყოფთ, ღმერთმა გონება მოგცეთ, გაგინათოთ გონება და მიხვდებით, რომ რა თქმა უნდა სწორი გზა და მართალი გზა არის ღმერთისკენ და აქეთ უნდა ვიაროთ სულ. თუ არ გინათ სიარული ღმერთისკენ, არსებობს მეორე მხარეც, მედლის მეორე მხარე ჯუჯუხეთი და ნუ რა ვიცი ხლა. თქვენ უნდა არჩიოთ, თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, საით გირჩევნიათ წასვლა. სინამდვილეში მამა დავით ეკლესიას თავის დაარსების დღიდან სულ ებრძოდნენ. უბრალოდ იცვლება მოქმედი აქტორები. თორე შეტევის ხერხები მოძველებულია რა. რა თქმა უნდა. ადრე წარმართებით დევნიდნენ ლომებს აჯიჯგნიდებდნენ ქრისტიანებს, მე წმინდა იოანე ოქროპირს თუ გავიხსენებთ, თვითონ იმპერატორი და აი ხელისუფლება რო იბრალებდა ქრისტიანი ვარო, მაინც იგივე ხელისუფლება, საიმპერატორო ხელისუფლება ებრძოდა ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობასთან. რა ვიცი, აგერ იოანე ოქროპირი მაგის მაგალითია, რომ პატრიარქი იყო კონსტანტინოპოლისთან, ამხილა გარყვნილებაში საიმპერატორო კარი. მერე მოვიდა ეს შუა საუკუნეები და თვითონ განხეთქილება მოხდა ეკლესიაში, მერე თვითონ დასავლეთში ეკლესიას დაუპირისპირდა და ინკვიზიცია და პროტესტანტიზმი თასუბედურება, მერე ეს ლიბერალიზმი მოვიდა და ვარ დღევანდელობამდე მოსული რა. ხო და მაგიტო ქვია მებრძოლი ეკლესია ამ ქვეყნიურ ეკლესიას. დიახ. აქ ახლა ქართველი ლიბერალები, სნაირი და უფრო მეტად ჭკვიანი და ვერაგი მტერი უპირისპირდება ამ ინსტიტუციას, მაგრამ საკუთარს საწადელს ვერ მიაღწევენ რა, იმიტომ რომ რა უფალმა დაგვიბარა, რომ თქვენ უკვე გამარჯვებულ ომში ხართ შესულებიო რა. რაც არ უნდა იხტუნაონ აქეთ-იქით არაფერი არ გამოუვათ. ანუ ძალიან მომოვდი და გამიწყდა რომ ჩემი შეხედულება დავწერე მამა დავით უბრალოდ ცოტა სხვანაირი კუთხით შევახედე საზოგადოებას, Facebook პოსტი დავწერე და ესეთი რამე ვთქვი, რომ გარდაცვლილი კი არ უნდა მიგეყვანათ მეთქი
ანუ ეკლესიაში ჯობდა ცოცხალი გეტარებინათ მეთქი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მიგულისხმე რა, ეხლა ამ პოსტში რა შინაარსი მქონდა ჩადებული, ცოცხალი ქრისტიანი მართლმადიდებელი, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ადამიანი, ნუ ამ ჩვილ ბავშვთა კლაზე თავს არიდებდა. ანუ ეკლესიაში რო ევლო და მოძღვრებას დასწრებოდა და მაზიარებელი ყოფილიყო, ამ ცოდვისგან ნუ აცილებას მოიხდენდა. და რა თქმა უნდა, მე არ ვიცი რა როგორ მოხდა მან რა სიტუაცია იყო ეს ხო გაიყვა რომ მაგ მიზეზით გარდაიცვალა. ხო გაიყვა რა? მაგ მიზეზით სეფსისი დაემართა. ხო, ეს გაიყვა და უყურე აქ მე რა გამოჩნდა. ნუ ჩემი პოსტის შინაარსი იყო ეგ. ნუ ძირითადი ხაზი ქრისტიანობისა და ჭეშმარიტების გზისკენ მატარებლის. რომ ადამიანებმა რო ხშირად იარონ ეკლესიაში და წვენაში იყვნენ, ეს გააზრებული ექნებოდათ და მაგას არ გააკეთებდა. ხო? ეს ხო ჭეშმარიტება უნდა. რა თქმა უნდა. ეხლა იქ ხალხი მომდგა რა. აი, ნუ ეგ კომენტარებია ისეთიც რომ არც აღირს აყოლა, მაგრამ იმას კი არ ჩაწვდნენ, მე სინამდვილეში რა ვთქვი. რომ დღეს ხლები იქნებოდნენ ორივე მეთქი. იმას კი არ საფუძვლების ძებნა ის კი არ დაიწყეს რომ რატო ითქვა ესე მაინც აქცენტს აკეთებენ რომ აი ეკლესიაში რომ მამაოები არიან სულ მაგათი ბრალია დღეს რო ეს მდგომარეობა აქვს ბიჭო რავი ეგ მამაოებიდან კონკრეტულად ის მამაოც ვინც იყო იმ ეკლესიის მღვდელმსახური ისიც ქადაგებდა მაგას კაცო რომ ჩვილ ბავშვთა კვლავ არ შეიძლება და მორჩა და გათავდა ეგ ხო უნდა სოდნურად ყველას კაცო რომ ამაზე რეაქცია ექნებოდა. იცი რა არის? მამაომაცა თქვა, რომ ბოდიში მამაო დავსრულო. ბევრმა მამაომაცა თქვა, რომ შეიძლება მე მიმეღო, მაგრამ მე წარმოვაჩენდი და ვეტყოდი, რომ ესე არ არის. რაღაც ყველას თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს, მაგრამ კანონი და კანონმდებლობა აგერ მამაობძანები და თქვენ უფრო კარგად ახსნით, როგორ არის ეგ და ფინამდვილეში ამ ხელ აჟიოტაჟი ადამიანებს ის გარდაცვლილი საერთოდ არ აინტერესებს. აქ მიზანი მიმართულად წავიდა უკვე ეკლესიაზე და სამღვდელოებაზე შეტევა. აი იქ იყო პირველ რიგში აქცენტები მაგაზე, იქ დააკავშირეს უკრაინაში მებრძოლ მამასთან, გამოვიდნენ ჟურნალისტები, მედია საშუალებები, ყველა აკეთებდა აქცენტს კონკრეტულად მაგაზე, რახა იქ ბრძოლობს, უფლება არ მიცეს. იქ აქცენტი არ იყო იმას გაკეთებული, რომ სულიერებაში ჩვილ ბავშვთა კვლავ აკრძალულია და მაგაზე მიუვიდით ამ მოძღვრებას. დიახ. საქმე რა შეიცი დავით? ეს ფაქტი იმისთვის კი არ გაიშალა ასეთი კუთხით, რომ დაუშვათ გარკვეულიყო ადამიანები, რატომ მოხდა ეს პრობლემა, რატომ შეიქმნა. არამედ გადატანილი იქნა თითქოს ეკლესია და სამღვდელოება არის ბოროტი და რაღაცა ესე თქვათ, აი ეს ტაძარში დასვენების საკითხი გადაწყვიტა აი ბოროტული თვალსაზრისით და არ შეიცოდა ადამიანის ჰუმანურობა აკლია და ჰუმანურობა არ აქვს. ეკლესიას რო აქვს ჰუმანურობა, ასეთი ჰუმანურობა არ გააჩნია არც ერთ საზოგადო ესე თქვათ მოძრაობას თუ რა ვიცი ეს არასამთავრობო არიან კიდევ რაღაც უფლებათა დაცვის ასე შემდეგ ვით რომ თავს უდებენ ხოლმე და აქედან არის სწორედ წარმოშობილი ეს LGBT და ყველაფერი ვითომ ჰუმანურები არიან და მე ვიღაცა კატებისა და ძაღლებისა და ასე შემდეგ ადამიანების გადაკეთება და ბიჭების ქალებად გადაკეთება და გოგოების კაცებად გადაკეთება და ასე შემდეგ ვითომ ჰუმანურობიდან არის ეს ყველაფერი გამომდინარე. აი ამ ჭრილში რომ გადაყავთ ეს ყველაფერი კი არ ითვალისწინებენ იმას რომ ეკლესია, რასაც ქადაგებს და რასაც ამბობს, ეს მიმართულია ისევ და ისევ საზოგადოების გაჯანსაღებისათვის, ისევ და ისევ ადამიანის გაკეთილშობილებისაკენ. და ჩვენ როდესაც ამ წესებს, ჯურის კანონს, ასე შემდეგ, რაც დაწესებული აქვს ეკლესიას, ვითვალისწინებთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაცისთვის ბოროტება გვინდა გამოვიჩინო და ბოროტებაში ესე ჩავდგე და არაჰუმანურები იყოთ, არამედ
ჩვენ გვინდა რომ ადამიანებმა შეიგნონ ერთი ჭეშმარიტება, მთავარი ჭეშმარიტება, რომ საჭიროა ჩვენ ცოდვისაგან განთავისუფლება დავიწყოთ. ცოდვის დაკანონება კი არ უნდა იყოს ეკლესიაში, არამედ ცოდვისგან განთავისუფლება. ამაზეა მთელი ეკლესიის მოღვაწეობა აგებული. სინანულის საიდუმლოება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება. ამ სინანულის საიდუმლოებით ადამიანი ნელ-ნელა ჯანსაღდება, სულიერად და ხორციელად ჯანსაღდება და უკეთესობისკენ მიდის. ამას ვაწობს და ამისთვის მივთვის ყოველთვის ეკლესიის სწავლება, რომ ადამიანი გაკეთილშობილდეს, უკეთესი გახდეს, ვიდრე იყო მანამდე. აი ეს შემთხვევაც, ეს ფაქტიც, რაც მოხდა, მიმართული არა იმისათვის, რომ ვიღაცას ვიღაცა ეჯავრება და ამის გამო იქნა ესე ვთქვათ აკრძალული ეს ტაძარში დასვენება, არამედ იმიტომ, რომ ჯურის კანონი, რასაც გვასწავლის, ეს არის ისევ და ისევ მიმართული იმისკენ, რომ აი დაუშვათ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ბავშვი არ მოკლა შენ მუცელში, კაცო, მკვლელი ნუ გახდები, ხო? აი ეს ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა ის რომ დედაბრობ გაწირა თავისი შვილი ასე, ხო? და უფლისაგან შეიძლება ასე თქვა დაეშვა ეს განსაცდელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფალს ესე თქვა უნდა ამ პიროვნების ბოროტება განსაზღვრული. აი შენი პოსტი სწორად იყო მიმართული და სწორად იყო დასმული ეს აქცენტი, რომ ჯობდა ამ ადამიანს ევლოთ თავისი ცოცხლეში ეკლესიაში და რა თქმა უნდა იმ ჭეშმარიტებას, იმ მოძღვართან ურთიერთობას, როდესაც მივიდო და ეთყობა, რომ აი ბავშვი შეიძლება შემეძინოს და რა ვქნა, როგორ მოიქცე, რა თქმა უნდა მოძღვარი აუხსნიდა იმას, რომ ეს არის ჩვილი ბავშვის მკვლელობა და იქნება თავი შეიკავო, იქნება და გადააფიქრებინებდა ამის გაკეთებას და თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნებოდა სწორედ ის ჭეშმარიტი სიკეთე, რასაც მიიღებდა ეს ადამიანი აი ამ ურთიერთობით ეკლესიასთან და მოძღვართან. და არა ის, რომ ეხლა ჩვენ ჩაიდინა ცოდვა ადამიანმა, ხო, ეს ხო ცოდვა ჩვილი ბავშვის მკვლელობა. ჩაიდინა ცოდვა და ესე იგი ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოდი ეს ცოდვა გვერდზე გადავდოთ, ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და ტაძარში დასვენება თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არის დიდი პატივი იმ მიცვალებულისათვის და დიდი პატივია იმ თავისი ეკლესიური ცხოვრებიდან გამომდინარე. და ჩვენ ასე ვთქვათ, როცა ამ ნაბიჯს გვაქვს ეკლესიაში დასვენებას, ყოველთვის ამას საფუძველი აქვს იმისა, რომ ეს ადამიანი ცხოვრობდა ეკლესიურად და ცდილობდა იმას, რომ ღმერთთან დაახლოებულიყო და სწორედ აღესრულებინა ეს ქრისტიანული სწავლები, რომელიც მან მიიღო ამ ეკლესიური ცხოვრების მანძილზე. და ეს თუ არ ესე ვთქვათ, კარგად არ გავაანალიზეთ და თუ არ მივხვდით, რომ ამაში ბოროტება კი არ არის, პირიქით სიკეთეა ამ ადამიანისათვის და მისი მომავლისათვის და ჩვენ რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ თითოეული ადამიანი მოსული ეკლესიაში ცხოვრდეს და სასუფეველი დაიმკვიდროს. ეს ყველაზე დიდი სიკეთე რაც არსებობს და ყველაზე დიდი ჰუმანურობა სწორედ ეგ არის ადამიანის განხრთოება. და განხრთოება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ის ადამიანი გაყვება ამ ეკლესიურობის გზას, გაყვება ამ სწავლებებს, რასაც ჩვენ ესე ვთქვათ, გადავცემთ, ქადაგებებს და შეეცდება იმას, რომ წავიდეს უკეთესობისაკენ, რომ მისი სულიც ხონდეს. და სულის ხოვნება ყველაზე დიდი სიკეთეა, ამას დიდი სიკეთე არ არსებობს. ასე რომ უფალი, როდესაც მოვიდა იესო ქრისტე და ქადაგებდა თავისი ასე ვთქვათ ამ ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე, ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ადამიანი უფრო კეთილშობილი გახდა. ამას რატო ვერ ხვდებიან? აი, იცით, გული მტკივა ხოლმე ძალიან, როცა წავიკითხა ხოლმე ასეთ იმას, რა ქვია, პოსტებს რომ წერენ, რომ აი, ესე იგი, ეკლესია არ ვარგა, მოძღვრები არ ვარგანან, ესეთები არიან, ისეთები და რატომ? იმიტომ რომ ღვთისაგან არის ხო ეს დაწესებული, კაცო, ღმერთმა დააწესა მოციქულების სწავლა, ასე ვთქვათ, მოციქულთა სწავლა ეკლესიის აგებულებისა, საიდან არის მიღებულია ქრისტესაგან, რა თქმა უნდა. ქრისტემ ასწავლა მოციქულებს და მოციქულებმა შემდეგ თავის ესეთ დასმულ ხუცესებს, ეპისკოპოსებს და ასე შემდეგ და აი ეს მადლი, რომელიც მოდის იესო ქრისტესგან, სწორედ დღემდე არის შენარჩუნებული მართლმადიდებლობაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ეხლა ადამიანები ვართ და ვიღაცას რაღაცა შეეშალოს, ვიღაცა
ასე ვთქვათ, მოძღვარს არ ქონდეს დაუშვათ სწორი სიტყვა რაღაცა მომენტში, მაგრამ თუ ღვთის კანონების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს სასულიერო პირი, ის ყოველთვის ესე დარჩება ქრისტეს გზაზე და ტყუილად ასე ვთქვათ, ამისი წარმოჩინება, ეს მიზანმიმართული მოქმედება არის სწორედ იმ პიროვნებების მხრიდან, ვის უარყოფს ღმერთს, უარყოფს ქრისტეს, უარყოფს ეკლესიურ სწავლებას და ცდილობს, რომ აი ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებისათვის დააკნინოს და დაასუსტოს ეკლესიური სწავლება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ლიბერალურ სწავლებას, ლიბერალურ იდეოლოგიას უპირისპირდება ღვთის კანონები, უპირისპირდება სწორედ ეკლესია იმისათვის, რომ ადამიანი არ გადაიქცეს ცხოველად, ადამიანი არ გადაიქცეს იმ არსებად, რომელიც ჯერ კიდევ იესო ქრისტეს პერიოდში იყო, რომელიც გაიძახოდა მე ჯვარსაც ვუეგე. იმდენი სიკეთის შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ გაუკეთა იმ ხალხს, მე გამოვიდნენ და ჯვარს აცვია იძახდნენ. ეს არის სწორედ აი ჩვენი დილემა და პრობლემა საუკუნეების მანძილზე, რომ არიან კატეგორია ადამიანების, რომლებიც ესეთ ექვემდებარებიან სატანურ სწავლებას უღმერთოების შესახებ დაპირისპირებას, რაც გააკეთა სატანამ ფაქტიურად, ხო, დაუპირისპირდა თავის შემოქმედს და ამის გამო ის განგდებული იქნა, ასე ვთქვათ, ცათასასწრაფოებიდან. ასე რომ მაგ მიმართულებით, ვინც ასე ფიქრობთ და ვინც ამ გზას ადგეხართ, ძალიან ცუდი განსაცდელები მოგელით მე. ხუთი სოფელში ჩვენ ვართ დროებით მოსული, სტუმრები ვართ აქ, მე მუდმივი ასე ჩვენი მყოფობა, ჩვენი სულიერი მყოფობა არის ან ჯოჯოხეთში, ან სასუფეველში. ღმერთმა ყველანი დაგიფაროთ ჯოჯოხეთისაგან, მაგრამ არჩევანი თქვენზეა.